ნაჭურმორტი შახმატის დაფით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული ნაჭურმორტია, რომელიც დაახლოებით 1630 წელს შეიქმნა. იმის მიუხედავად, რომ მკვლევართა უმეტესობა ნამუშევრის შექმნას ლუბენ ბოჟენს მიაწერს, დღემდე დაუდგენელია თუ ვისი ავტორობით შეიქმნა ზემოხსენებული ნამუშევარი. საქმე იმაშია, რომ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ერთი გვარის ორი ცნობილი მხატვარი მოღვაწეობდა. მათგან ერთი ნამუშევრებს რელიგიურ თემატიკაზე ქმნიდა და მისი თანამედროვეები არსად ახსენებენ, რომ ნაჭურმორტებს ხატავდა. ხოლო მეორე პირიქით ნაჭურმორტებს ხატავდა და სწორედ ამით გაითქვა სახელი. ხელოვნებაცოდნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნამუშევარში აშკარად იგრძნობა ფლამანდრიული ფერწერის გავლენა. ნაწილის აზრით კი ნამუშევარში მკაფიოდ იკითხება ნაჭურმორტის ესპანურ ტრადიციასთან კავშირი. მიიჩნევა, რომ მხატვარმა კომპოზიცია იმგვარად ააგო, ნახველისთვის შესაძლებლობა მიეცა მის მიერ დაშიფრული შეტყობინება ამოიკითხა. როგორც ხედავთ, კომპოზიციაში წარმოდგენილი ესა თუ ის საგანი კედელთან ახლოს მიდგმულ მაგიდაზეა გამოსახული. მარცხენა ქვედა არეში სანოტ ორვეულს ხედავთ, მის სიახლოვეს ლუტნა. ყურადღება მიაქციეთ, როგორ დევს ლუტნა. არსად იკითხება სიმების გამოსახულებები. აქვეა ბანკო და თასმით შეკრული ქისა. წითელი ღვინო, პური. ჭადრაკის დაფაზე მიხაკებიანი მინის ლარნაკის გამოსახულებას ხედავთ. დაფის თავზე, კედელზე სარკეა. კედელი კი სწორკუთხა კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული. ნამუშევრის შინაარსს სხვადასხვაგვარად ხსნიან ხელოვნებათმცოდნეები. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ხუთი გრძნობის ალეგორია და შესაბამისად ნამუშევარსაც ხუთ გრძნობას უწოდებენ. მათი აზრით, მხედველობის სიმბოლურ გამოსახულებად უნდა მივიჩნიოთ სარკე, სმენისა, ლუტნა და სანოტ ორვეული. გემოს სიმბოლოებად პური და ღვინო მოიაზრება, ყრუნსვისა ყვავილები. შეხების სიმბოლურ გამოსახულებებად კი ჭადრაკი, კარდი და ქისა მოიაზრება. ახლა კი სხვა ვერსიებზეც ვისაუბროთ. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ პური და ღვინო ზიარების სიმბოლურ გამოსახულებებად უნდა მოვიაზროთ. მიხაკი ქრისტეს ბნებების, მინის ჭურჭელი წყლით, ანუ ლარნაკი, უბიწობის სიმბოლოა. ახლა კი დააკვირდით, როგორ აგებს კომპოზიციას მხატვარი. წინა პლანზე არა ერთი ამქვეყნიური საცდურია გამოსახული. მათში იმ ადამიანს მოიაზრებს ავტორი, რომელიც ამქვეყნიური სიამოვნების გამო ივიწყებს სულს. გავიხსენოთ, რას ამბობს გალატელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული. აჰა, მე გეუბნებით, იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულის თქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი ხორცის საწინააღმდეგო. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ. ამ შემთხვევაში ჭადრაკის დაფა სულისა და ხორცის ჭიდილის სიმბოლური გამოსახულებაა. როგორც ჭადრაკში ორი მოწინააღმდეგე იბრძვის გამარჯვებისთვის, ასე ებრძვის ჩვენი სხეული ჩვენსავე სულს. დააკვირდით ჭადრაკის დაფას, მასზე ხედავთ თეთრ და შავ უჯრედებს. შავი შეიძლება მივიაზროთ ხორციელი სიამოვნების სიმბოლოდ. თეთრი კი სისუფთავის, სისხლტაკის, სიწმინდის, უბიწობის სიმბოლოა. კიდევ ერთი რამ, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ნამუშევარში, რვაკუთხედის გამოყენებაა. გულისხმობ იმ მინის ჭურჭლის ფორმას, რომელშიც ღვინო ასხია და სარკეს. დღემდე მკვლევართა დავის საგანს წარმოადგენს ის, თუ რატომ გამოსახა ეს ორი რვაკუთხედი ნამუშევარში ავტორმა.